ეს შემოქმეdelis ქუჩაა. ადგილი, რომელსაც ქალაქში განხორციელებულმა ყველა პროექტმა გვერდი აუარა. ხელისუფლებამ ადგილობრივებს უამრავი დაპირება მისცა და საბოლოოდ მაინც ამორტიზებული გზის, უწყლობისა და კიდევ არაერთი პრობლემის წინაშე მარტოდ დატოვა. შემოქმეdelis ქუჩაზე გავლა შეუძლებელია. ავტომანქანებს აქ უამრავი დაბრკოლების გადალახვა უხდებათ. ტაქსის მძღოლები ხშირად აქ მგზავრის ამოყვანაზე უარს ამბობენ. რაც უნდა უცნაური იყოს, მუნიციპალური ტრანსპორტი აქ ცალმხრივია. ეს სამარშრუტო ტაქსი, რომელმაც ქუჩა ზევით აიარა, ქვემოთ აღარ მოდის და ქალაქში სოფელ მელექედურის გზით ბრუნდება. ვეღარ დავდივარ, ძლივს დავდივარ, რა ქვია, ამ იმაზე თორე არ არის გზა, არ არის ფიზიკურად რომ ვიაროთ თორე, კიდევ ვივლით, მაგრამ ხალხი ცოტა და ჩვენ ცოტა ვართ, მანქანები დავანგრიეთ და აქაურების დიალოგიც ხელისუფლებასთან ასეთივე ცალმხრივია. მათ მიერ არჩეული თანამდებობის პირები მუდმივ რეჟიმში დუმილს და სიბრმავეს ამჯობინებენ. უგზაობის გამო ხდება ეს ყველაფერი. არ არის გზა მოწესრიგებული და მძღოლებს უჭირთ. აქედან როცა ქალაქიდან ამოვლენ ზემოთ, გავლენ მელექედურში და იქედან მოდიან ქალაქში. აქედან ისევ რეისს არ აკეთებენ და ძალიან უკიდურეს მდგომარეობაში ვართ აქ მცხოვრებები. ამის მიზეზი გზაა. უთხოვთ ამ ხელისუფლებას დაგვეხმაროს და გზა გაგვიკეთოს. მანქანით ვერ გადმოვდივართ, გადაღმა ჩემ ჭიშკართან მაგალითად იმხელა იამა გააკეთა ამ წყალმა რომ 1 საათი აჩერებენ მანქანები გზას და გასარები არ აქვენ. ხელისუფლება იყო რაც პირველი ხელისუფლება ხრეშ მაინც ყრიდა აქ. აგენი არც ხრეშ ყრიან და არც წყალს აკეთებენ არაფერს. ქუჩა საერთოდ არ ვარგა. წყლები დგება, ზამთარში ყინვა და ვიმტროვით, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, ძალიან. მისტების შემდეგ ასფალტი არ ყოფილა, არ დაგებულა 50 წლიანები იყო, ხარცივაძე იყო მახსოვს ქუჩის ეს და იმის შემდეგ მოვძიან დააკერებენ ისეთ ადგილზე, რა დაკერებულია თქვენ ხედავთ, ხო და მეორე წუთში ვარ ეს მდგომარეობა გუბეები დგება და მანქანებიც აღარ მოძრაობენ. დიდი პრობლემაა წყალგაყვანილობაც. სისტემა მთლიანად ამორტიზებულია. ეს ტალახი, რასაც კადრებში ხედავთ, დაზიანებული მილების გამო შიგნითვე იწრიტება და მერე ადგილობრივების ონკანებში მოდის. ხანაც პირდაპირ ქუჩაში მიედინება. აქაურები წყალგაყვანილობის რეაბილიტაციასთან ერთად საკანალიზაციო სამუშაოების დაწყებასაც ითხოვენ. რადგან კარგად იციან, თუ ოდესმე ეღირსად და აქ ასფალტი დაიგო, კანალიზაციის გაკეთება ისევ გაურკვეველი მომავლის საქმე გახდება. არის გაუსაძლესი მდგომარეობა, წინსხმა აქვს საზღვარი. შერერთი ავიღოთ, ეს არის სასმელი წყალი. ეს სასმელი წყალი იღვრება ყოველდღიურად და შემდეგ საღამოს რო წყალი წყდება, ის ყველაფერი იწევს ეს ბაქტერიები და ის შედის იმ ტრობებში ყველაფერში და არის ანტისანიტარია და ამაზე კაცი ამომღები ხმის არა ეძახის დიდი ძახიან თბილისის ინფრასტრუქტურას ეკუთვნის წელს არ დაფინანსდა აი ბატონო არ დაფინანსდა ეს წყალსადენი და ამიტომ გზას ვერ ვაკეთებდო ეს თუ არ დაფინანსდა წყალი რომ იღვრება ის გააკეთეთ მაინც ხო წყალი რომ იღვრება ეს არის ჯერ ხომ არის ამ რიცხველები დაყენებულია აი ბალანსი ხომ ეს ხომ აგდება ვიღაცას ეს წყალი მთავარი პირველი იმიტომ აქ გზა არ გაკეთდება მიმაზე იმიტომ რომ ეს დააზიანებს მაინც გაფუჭებს პირველ რიგში წყალი მერე და დანარჩენი არაფერს არ დავანებებთ თავს ყველა მოვითხოვთ და ყველა დავდგებით ფეხზე და ახლა თუ არ გაკეთა მაგი მერე არავინ არაფერს არ გაგვიკეთებს და ვთხოვთ ამ მთავრობას და მოვითხოვთ რომ აუცილებლად გაკეთდეს ჯერ წყალი თორე არავითარ შემთხვევაში არ დავიხევთ უკან ადგება ყველა მთელი უბანი არის ძალიან დიდი ქუჩა აი ჩვენ არ ვართ ახლა ასე პატარა ის ხალხი ახლა ამ წუთას მოგროვებული მაგრამ იქნება ბევრი ხალხი და ჩავალთ ყველა დავდგებით იქ წყალი არის ძველი ჩვენთან გაყვანილობა არის ძველი ახლა როცა წყალი ასე დასკრეცილია ესე იქან შედის ფოკალური სიცხეები ხანდახან წყალი არის ძალიან ცუდი სუნიანიც არის ახან დიდი ნაპოლით მოდის სამოდის კი ბატონო გიწყეწყი მაგრამ არ არის არანაირად არ შეიძლება მაგ წყალით სარგებლობა ნორმალურად და ამავე ქუჩაზე დგას ყოფილი რაიკავშირის შენობაც ადგილი რომელიც ნაგავს აყრელად და ქვეწარმავლების ბუდეთ ხშირ შემთხვევაში კი საეჭვო ადამიანების თავშეყრის ადგილად არის ქცეული. კოღოებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. გაუსაძლესი მდგომარეობა, ძალიან ცუდი მდგომარეობა და ჩვენ ვითხოვთ რომ ეს ტერიტორია ჯერ დიდი ქუჩაა.
ბავშვები არიან ძალიან საფრთხეებითაც ჩამოდიან ბავშვები დასასვენებლად რაღაცა გაკეთეს ერთი დასვენების საბავშვო პარკი რა ბავშვები მოვიდნენ და გაერთონ და იყვნენ ისე შენობა არის ამორტიზებული ამ შენობის გაკეთება არ შეიძლება იყრიან თავს არასრულწლოვანების იყვნენ შესრულებაში ლოთების იყვნენ შესრულები რამდენჯერ გამოვიდა და დამიძახია რომ რას აკეთებ რას სვამთ გამოდით და დავრეკავ პოლიციაში შემიშინებია და გაქცეულან და წასულან ხო და წარწერები მე შიგნით არ შესულა მართლაც იმჭა შემეშინდა შესულა და მithos რომ წარწერებიც არის კედელზე რაღაცები გაკეთებული არასასურველი წარწერები რა თქმა უნდა წვიმდება წყალი დგება იმდენად რომ წყლიდან გამომდინარეც კი გადასვლა გვიჭირს მეორე მხარეს და ყველანაირად მოუწესრიგებელია ზედმეტად ბალახები ზაფხულშია ეს ქვეწამავალი ეზოშიც კი შემოსულა ჭაობიდან გამომდინარე და ეს ყველაფერი ახლა მე მგონია საკმარისია იმისთვის რომ რაღაცით დაგვეხმარო და მოვითხოვთ თხოვთ კი არა რასაც ქვია მოვითხოვთ უკვე რომ თვითონაც უნდა ხედავდნენ ამ ყველაფერს რომ მდგომარეობაში ვარ ჩვენ და უნდა გვაქცევდნენ მეტად ყურადღებას ამას მოთხოვნაც არ უნდა ჭირდებოდა მგონია თვითონ უნდა გაითვალისწინოს შემოქმედებლის ქუჩელების მოთმინება დიდი ხანია ამოიწურა ადგილობრივებმა უკვე შეაგროვეს სოლიდური რაოდენობის ხელმოწერა ყველა უწყების პასუხისმგებლობის შესახებ კარგად უწყიან და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში რადიკალური ზომების მიღება უკვე მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი.